მოგესალმებით ყველას მეგობრებო, მოკლედ გუშინ პოდკასტ Real Interest-ში იყო სტუმრად OpenAI-ის დამფუძნებელი სემ ალტმანი და საკმაოდ სენსაციური და მნიშვნელოვანი განცხადებები შემოგთავაზა. დავიწყოთ იმით, რომ მან პირდაპირ თქვა, რომ კაცობრიობა უკვე შევიდა კი არა იმყოფება სინგულარობაში, ტექნოლოგიურ სინგულარობაში და ეს არა პროგნოზია, არამედ უკვე აწმყოს დიაგნოზიაო. ანუ ეხლა რას ნიშნავს ტექნოლოგიური სინგულარობა? ხო, ეს არის ის ჰიპოთეტური წერტილი, როცა ხელოვნური ინტელექტის განვითარება ისეთ ეტაპებს მიაღწევს, სადაც ადამიანის პროგნოზირება და მისი მართვა გაუჭირდება. ეს ტერმინი სამეცნიერო ფანტასტიკაში საუკუნის წინ გაჩნდა და იქ ზოგადად შედეგები მაინც კარგად ამთავრდება ხოლმე. ხოლო ასევე მახსენდება ამ მიმართულებით ყველაზე ნათელი მაგალითი რაც არის ჯეიმს კემერონის ტერმინატორი, სადაც ნაცვლად არის გადმოცემული, როცა სისტემა თვითგანვითარებას იწყებს და როგორ ხდება მისი შემქმნელი, მისივე მტერი. ასე რომ ამ განცხადების შემდეგ, რა თქმა უნდა, არაერთგვაროვანი რეაქციები მოყვა სოციალურ ქსელებში. სემ ალტმანის მიმართ რომ წამოვიდა როგორც კრიტიკა, რა დიდი ოდენობით, ასევე რა თქმა უნდა, მაქებარი სიტყვებიც. ამავე პოდკასტში ხელოვნური ინტელექტის სამნაწილად დაყო ბატონმა ალტმანმა, ესე იგი, კაცობრიობა ისეთ სისტემასთან ახლოს არისო, შექმნასთან ახლოს არისო, რომ ნებისმიერი დავალების შესრულება რო შეუძლია ხელოვნურ ინტელექტსო. მაგრამ პირველი ამოსავალი წერტილი არისო ადამიანის სურვილების შესრულებაო და რა თქმა უნდა ასევე ამ შესრულების შესაძლებლობა უნდა იყოს მრავალფეროვანი სპექტრიო და არა რაღაცა ასე ვთქვათ, ან ჩვენ კომპიუტერს მივცემ დავალებას, ის კი ნებისმიერ სურვილს შეგვისრულებს. ასევე თქვა ალტმანმა, რომ 2030 წლისთვის ხელოვნური ინტელექტი იქნება უკვე ადამიანის ინტელექტზე ბევრად მაღლა და შეასრულებს დაახლოებით 30-40% სამუშაოს, რასაც დღეს ადამიანები ასრულებენ. რა თქმა უნდა, ამ განცხადებამ გამოიწვია ძალიან სერიოზული კრიტიკა. მან ასევე თქვა, რომ ხელოვნური ინტელექტი იქნება ერთგვარი ჯინიო და მოხმარებლებმა ზუსტად შეახსენეს, რომ ჯინის ლიტერატურა, რაც ჯინზე არის ზოგადად და ვიცით, თითქმის მთლიანად იმაზეა, თუ როგორ ბრუნდება ცუდად ფორმულირებული სურვილი მთხოვნელის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, სემ ალტმანის მიერ ეს განცხადებები შემთხვევით არ არის გაკეთებული, მოგესალმებით, რომ 21 ივლისს მათ თავიანთ ბლოგში აღიარეს, რომ მათმა ახალმა მოდელმა ChatGPT 5.6 სოლმა და ჯერ არ გამოშვებულმა მოდელმა, რომელიც უფრო მძლავრია, ერთობლივი დამოუკიდებელი მუშაობით, ხაზგასმით ვამბობ ამას, დამოუკიდებლად გატეხეს Hugging Face-ის ინფრასტრუქტურა, ამაზე მე ვიდეო მქონდა ჩაწერილი. რა თქმა უნდა, ალტმანმა ამ პოდკასტში გააკრიტიკა თავისი ეს ვთქვათ კონკურენტებიც, რომლებიც მუდმივად ასაუბრობენ იმაზე, რომ უნდა იყოს მაქსიმალური უსაფრთხოება დაცული და ბევრ საფრთხეებს შეიცავს ხელოვნური ინტელექტი, ეს გასაგები ანთროპიკის